თეატრულიანმა გიორგი ანწუხელიძეს უაზროდ გაწირული უწოდა საქართველოს ეროვნულ გმირს შეურაცხყოფა ოლიგარქის წარმომადგენელმა აგვისტოს ომზე საუბრისას მიაყენა. რეჟიმი, რომელიც საქართველოს ისტორიის რუსულ სცენარზე გადაწერას ცდილობს, პასუხს მიიღებს, ამბობენ აქტივისტები, რომლებიც პარლამენტთან აქციას აანონსებენ. მანამდე ღამით ახალგაზრდები წულუკიანის სახლთან მივიდნენ. პროტესტის მონაწილეებს შალვა პაპუაშვილმა ქართველი როდიონოვები უწოდა, წულუკიანის ანტიეროვნულ განცხადებაზე პოზიციის დაფიქსირება კი ვერ გაბედა. გიორგი კვიჟინაძე აგრძელებს საუბარს ამ თემის დეტალებით ფორმულას პირდაპირ ეთერში. შია წულუკიანის ეს განცხადება უკვე შეფასდა როგორც ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი. ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ანწუხელიძე არის უაზროდ გაწირული და ის შეეწირა უბრალოდ პიარს. და თქვა, რომ სააკაშვილის პიარს შეეწირა გიორგი ანწუხელიძე. თუმცა თეატრულიანის მორიგი ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მოყვა პროტესტი საზოგადოებაში, მათ შორის სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეები აქტიურად წერენ და აკრიტიკებენ წულუკიანის ამ მოღალატეობრივ განცხადებას. გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები გვიან ღამით შეიკრიბნენ თეატრულიანის სახლთან და საპროტესტო აქცია გამართეს. წულუკიანს უნდა შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია, რომელიც არ იცის, რაშიც ბუნებრივია ეჭვი გვეპარება, თუმცა გიორგი ანწუხელიძე არის ეროვნული გმირი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და შემდგომში ის ითვლებოდა როგორც უგზო-უკლოდ დაკარგული, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ცხინვალიდან მოხდა 10 ცხედრის გადმოსვენება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, შემდგომში გაირკვა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო სწორედ გიორგი ანწუხელიძე. 2009 წელს კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო კადრების თუ როგორ აწამებდნენ გიორგი ანწუხელიძეს, სადაც სეპარატისტებს ის წრეში ყავდათ მოქცეული და გიორგი ანწუხელიძეს აიძულებდნენ, რომ მიწისთვის ეკოცნა, თუმცა ეროვნული გმირი არ გატყდა და მან ბოლომდე დაიცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ის გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. თეატრულიანმა ალბათ კარგად იცის ეს ისტორია და მიუღებელი და მოღალატეობრივია ნამდვილად მისი განცხადება, როდესაც გიორგი ანწუხელიძეს უაზროდ გაწირულს უწოდებს. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძეს სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვთვამთ. ყველა ბავშვი ჭირდება თავისი მშობელის სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს გულისხმობ. წულუკიანის ეს ანტიეროვნული და მოღალატეობრივი განცხადება ბუნებრივია მძიმე მოსასმენი იქნება გიორგი ანწუხელიძის ოჯახისთვის, შვილებისთვის. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამოეხმაურა წულუკიანის ამ განცხადებას და მან მოღალატეობრივი უწოდა თეატრულიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დღეს დაიგეგმა საპროტესტო აქცია 3 საათზე პარლამენტის შენობის უკან. გმირზე რომ აცხადებს საჯაროდ უაზროდ განწირული კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა და ქვეყნის ღალატის ტოლფასი. არაფერი რომ ვთქვათ მორალზე, სინდისზე, პატრიოტიზმზე ან ელემენტარულად ადამიანურ გაფრთხილებასა თუ მორიდებაზე, რაც გვმართებს ყველას ანწუხელიძის შვილების მიმართ. წულუკიანის ეს განცხადება არ არის ერთადერთი, რომელიც მოღალატეობრივი და ანტიეროვნულია. წულუკიანმა ასევე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ზაზა გოგავაზე და კოდორის ხეობის საკითხთან დაკავშირებით და საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა ზაზა გოგავას განცხადებებს. წულუკიანი ამტკიცებს, რომ თითქოს და გოგავას მტკიცებით სააკაშვილის ბრძანება შეასრულა და არ გამოიყვანა კოდორის ხეობიდან ხალხი, რაც ბუნებრივია არასწორია და ზაზა გოგავამ ეს ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე კარგად განმარტა და ვრცლად ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით. თეატრულიანი ბოლო პერიოდი, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია პარლამენტში, ანტიეროვნული და მოღალატეობრივი განცხადებებით გამოირჩევა. წულუკიანი ცდილობს გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია და ეს ისტორია მოარგოს რუსეთის ვერსიას, თითქოს და ომი საქართველომ დაიწყო 2008 წელს და თითქოს საქართველო არის დამნაშავე
დამნაშავე 2008 წლის აგვისტოს ომში, არადა ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილება არსებობს ამ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სრულად არის გამართლებული ქართველი სამხედროების მოქმედება 2008 წლის აგვისტოს ომში, თუმცა ქართულმა ოცნებამ პიარისთვის და პროპაგანდისთვის წამოიწყო ახლა ვითომ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, სადაც საუბარია თითქოს და წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი მოქმედებების გასამართლებასთან დაკავშირებით, არადა რეალურად ეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია და ოლიგარქი ივანიშვილის პარტიის ლიდერების განცხადებები სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხავს წყალს.